არსებობს ისტორიული ძეგლები, რომელთა ბედი განსაკუთრებული ტრაგიკულობით გამოირჩევა. ერთ-ერთი ასეთია ლამაზის საყდარი, მეგობრებო. და აი რა მოხდა ლამაზის საყდრის თავს. ლამაზის საყდარი იგივე ლიპარიტისუბანი მე-12-13 საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ნიმუშია. ის ქვემო ქართლის მხარეში დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ დიდი გომარეთის ჩრდილოეთით. მისვლა კი სოფელ ქციიდან შეიძლება. ქციას ადრე ჩათახი ერქვა. თუ თეთრი წყაროს მხრიდან წახვალთ ლამაზ საყდრამდე დაბა ბედიანი უნდა გაიაროთ. ბედიანის მიდამოები უმეტესწილად ტყეებით არის დაფარული და იქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული კერაა. ჩვენ კი ბუნებრივია მათ გვერდს ვერაულდით და სიამოვნებით ვესტუმრეთ მათ. მაშასე, მოდით ქრონოლოგიურად მივყვეთ დღევანდელ დღეს და ისე მივიდეთ ლამაზ საყდრამდე. ბედიანის დედათა მონასტრისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს მდებარეობს წმინდა გიორგის ეკლესია. 2006-2007 წლებში მას რესტავრაცია ჩაუტარდა. ის მიწის საკმაოდ დიდი მასით ყოფილა დაფარული. ტაძარი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც რიყის ქვით არის ნაშენი. მინაშენი აქვს სამხრეთიდან, საიდანაც არის შესასვლელი. უძველესი ქვები, კირდუღების საოცარი სანახავია ეს კედლები. მთავარი დარბაზი საკმაოდ მაღალია. აქედან არის გასასვლელი ჩრდილოეთ მინაშენშიც.
გადავინაცვლოთ ბედიანის დედათა მონასტერში. ის წმინდა გიორგის ეკლესიისგან რამდენიმე ასეული მეტრით არის დაშორებული და ოდნავ ზემოთაა. აქ საოცარი გარემოა და მაქსიმალურად არის შენარჩუნებული ძველი ავთენტური იერსახე. ეკლესია წარმოადგენს სამეკლესიან ნაგებობას. აშენებულია კარგად დამუშავებული ქვის კვადრებით. გადმოცემის თანახმად ბედიანის მონასტერი მე-9 საუკუნეში დაარსდა და იყო აფხაზეთში მდებარე ბედიის მონასტრის მეტოქიონი, ანუ მასზე დაქვემდებარებული მცირე მონასტერი. ვახუშტი ბატონიშვილი ამ ადგილს ვარდისუბნად მოიხსენიებს. მოდი ვნახეს ქვემოთ არს მონასტერი უგუმბათო, მშვენიერ ალაგს. მას ქვემოთ, სადაც ქციას კლდეისის წყალი ერთვის, რომელიც საწყის ბენდერის მთაზე იღებს. ძეგლი აერთიანებს ღვთისმშობლის მიძინების, ხარების და ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრებს. შუა დარბაზი მაღალია, გვერდითა ნაგებობებს უკავშირდება კედლებში გაჭრილი თითო კარით. ბედიანის დედათა მონასტერში საოცარი გარემოა. ვინც აქ ერთხელ მაინც მოხვდება, მეორედ მოსვლის სურვილი აუცილებლად გაუჩნდება. კიდევ ერთხელ შემოუვარეთ ტაძარს და გზა განვაგზეთ. შემდეგი რაც უნდა ვნახოთ, ქციის მამათა მონასტერია. ქციის მამათა მონასტერი მე-9 საუკუნეებით თარიღდება. აქ ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ აქ საკმაოდ მძლავრი სამონასტრო კერა არსებობდა. კომპლექსი მოიცავს ტაძარსა და საცხოვრებელ ნაგებობას სამეურნეო სათავსოებით. ტაძრის გარშემო შეინიშნება აგრეთვე სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთები. სამონასტრო ცხოვრება მე-14-მე-15 საუკუნეებში შეწყდა, რაც თემურლენგის გამონადგურებელი შემოსევების შედეგი უნდა იყოს. მონასტრის ბრძოლით აღებაზე და განადგურებაზე მეტყველებს დანგრეული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი და ამ ნაგებობებში აღმოჩენილი მონღოლური ტიპის შურდულის ქვები, კვერცხისებური ფორმის. ასეთი ქვები აღმოჩენილია ყველა იმ ქალაქში, ციხესიმაგრესა თუ მონასტერში, სადაც თემურლენგმა შეაღწია. ეკლესიის რესტავრაციის წინა არქეოლოგიური კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ სამეკლესიანი ბაზილიკის ჩრდილოეთის და სამხრეთის ეგვტერებში საკმაოდ კარგად მოწყობილი, ქვით ნაგები და კირით მოლესილი ინდივიდუალური სამარხები ყოფილა მოწყობილი. ტაძრის შესასვლელში ქვაზე ამოტვიფრულია ასომთავრული წარწერა.
ესე სოფელი ქცია, მტერმა ვერ დააქცია. ბუნებრივია ეს წარწერა ისტორიულ შინაარსს ატარებს. მის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსებობდა სოფელი ქციის სახელწოდებით, რომელმაც მტრის შემოსევა გადაიტანა, მაგრამ გაუძლო და გააგრძელა სიცოცხლე. ქციის ეკლესიის ინტერიერი რაღაცით წააგავს ბედიანის ტაძრების ინტერიერს, განსაკუთრებით კი წმინდა გიორგის ტაძრისას. ლიპარიტის უბნამდე მისასვლელი სამანქანო გზაზე რამდენიმე ადგილას აქცეულია ხეები. თავად გზაც თუ არ გაიწმინდა ნელ-ნელა გატყიურდება. წარმოიდგინეთ თავისი სილამაზის გამო ხალხმა ლამაზი საყდარი უწოდა. ანუ იმდენად ლამაზი იყო. მოვისმინოთ რა მოხდა ლამაზის საყდრის თავს, რომლის ისტორიაც მე-20 საუკუნეში აქ ხრამჰესი ორის მშენებლობასთან არის დაკავშირებული. ჰესის მშენებლობისას ბევრი ჰქონდათ ასაფეთქებელი ნივთიერება. ერთ დღესაც კომუნისტების დროა შეგახსენებთ, ერთ დღესაც ვინმეს დავალებით მოხდა ეს თუ რომელიმე კომკავშირელის რაღაც თავის გამოჩენის მიზნით ამოიტანეს ეს ასაფეთქებელი ნივთიერებები და ჩვენი ლამაზი საყდარი ააფეთქეს. ესეთი სამწუხარო და მართლაც აუბედითი ხვედრი ერგო ლამაზ საყდარს. ტაძრის დანგრევასთან დაკავშირებით არსებობს შემდეგი ცნობაც. სამონასტრო კომპლექსის ახლოს მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ხრამჰესის მშენებლობის დროს წარმოებული აფეთქებების შედეგად 1956 წელს ტაძარი ჩამოინგრა. რაც ნაკლებ სავარაუდოა, ვინაიდან ტაძრის ვიზუალური და მის გარშემო მიდამოს დეტალური დათვალიერებისას ცხადი ხდება, რომ ის სპეციალურად არის აფეთქებული. ამაზე მეტყველებს ეკლესიისგან საკმაოდ მოშორებით, რამდენიმე მეტრზე დაყრილი კედლების ნანგრევები და ქვები, რაც აფეთქების ტალღის შედეგად შორს გატყორცნილ ქვებს უფრო გავს. ჰესის მშენებლობისას წარმოებული აფეთქებები კედლების ფრაგმენტებს ასე შორს ვერ გაისვრიდა და ის იქვე ჩამოინგრევდა. კიდევ ერთი დასტურია ეკლესიისგან მოშორებით მდებარე ქვა, რომელზეც მხატვრობის ფრაგმენტებიც კია შემორჩენილი. აი ასეთი ტრაგიკული ბედი ერგო ამ უნიკალურ ტაძარს. ახლა კი გავაგრძელოთ კომპლექსის დათვალიერება. ძალიან ბევრი ნაგებობის ნაშთია. არის რამდენიმე ეკლესიის ნანგრევი, კარიბჭის ნანგრევი. იქით უკან სენაკებია დეტალურად დაგათვალიერებინებთ. მოვივლი ყველაფერს და თავად ეკლესია, რომელიც ძალიან ლამაზია და რაც თავარია, ამ ეკლესიის სამხრეთის შესასვლელზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი წარწერა, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევდა.
ზოგადად უნდა ითქვას, რომ ქართულ ეპიგრაფიკაში მე-12-13 საუკუნეების მიჯნის ქართული წარწერები თავისი შინაარსის, გრაფემების მოხაზულობისა და მხატვრული გაფორმების მიხედვით ქართული დამწერლობის შესანიშნავ ნიმუშებს წარმოადგენენ. ამ პერიოდის წარწერები გვაწვდიან უძვირფასეს ცნობებს ერთიანი საქართველოს სოციალური, ადმინისტრაციული და სახელმწიფო ინსტიტუტების შესახებ. ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები დეტალურად ასახავენ ქვეყნის საშინაო და საგარეო ვითარებას. პირველი მკვლევარი, ვინც სამხრეთ ფასადზე ამოღარული წარწერა მოინახულა, მღვდელმონაზონი კალისტრატე ჩიჩუა გახდათ. მის შემდეგ წარწერა ექვთიმე თაყაიშვილმა შეისწავლა. მეცნიერს თავის სამეცნიერო პუბლიკაციაში წარმოდგენილი აქვს წარწერის ადგილმდებარეობა, დაზიანება, გადმონაწერი დედანის შრიფტის დაცვით, წარწერის წაკითხვა, წარწერის ისტორიულ-წყაროწოდნეობითი ანალიზი. ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით წარწერა ასე იკითხება: სახელითა ღმრთისათა და მეუხებითა ყოვლა წმინდისა ღვთისმშობლისათა და ყოველთა წმინდათა მისთა მე თეოდორე იოდოსის ძე ღირს ვიქმნენ აღშენებად საყდრისა ყოვლა წმინდისა ღვთისმშობლისასა ადიდენ და დაამყარე ღმერთთან მეფობასა თამარ და დავითის სალოცველად ჩემთვის მშობელთა და ძმათა ჩემთათვის. ჰოი ყოველთა უმეტესო უფროსად კურთხეულო დედოფალო რომელმან შეw ქრისტე ღმერთი შეიწირე ჩემგან თეოდორეს მიერ აღშენებული ესე საყდარი და საწუთოსა ამას ძმითურთ მისაფარველე. ხოლო საუკუნოსა მას მეოხეთ შენ გვექმენ წინაშე ძისა შენისა, რათა ახოცენ ყოველნი ბრალნი ჩემნი და სუფევასა მას მიმწნე მართალთა წილ. წმინდანთა წინასწარმეტყველთა ქადაგებულო, ჰოი დედაო ღმრთისაო, ბჭეთ დაკრძალულად კიბეთ, სასაქმევლად საყდრად სასანთლეთ კვერთხად აყვევებულად, თამარისათვის ღმრთისასწორისა შეიწირე. წარწერის თანახმად, ტაძრის ქტიტორმა თეოდორე იოდოსის ძემ ღვთისმშობლის სახელზე ააგო ეკლესია. ამის შემდგომ ტაძრის ქტიტორი ღმერთს შესთხოვს ერთიანი საქართველოს მეფის, თამარის მისი მეუღლის დავითის მეფობის განმტკიცებისთვის. ხოლო ყოველივე ამის შემდგომ ხაზს უსვავს, რომ ტაძარი ააგო მისი, თავისი მშობლების და ძმების სულის სალოცველად. თეოდორე იოდოსის ძე მიმართავს ღვთისმშობელს, რომ მისგან აშენებული ტაძარი შეიწიროს და მეოხებას ითხოვს ღვთისმშობლისგან, მისი და თავისი ძმებისთვის, ღმრთის წინაშე თავიანთი წოდების შესანდობლად. ექვთიმე თაყაიშვილს წარწერის ტექსტი სრული სახით აქვს წარმოდგენილი. წარწერის 6 მესეული წაკითხვა ცალსახად აჩვენებს, რომ ტაძარი აშენდა ერთიანი საქართველოს მეფის, თამარისა და მისი მეუღლის დავით სოსლანის თანაცხოვრების დროს. ისტორიკოსი ითვალისწინებს ქართული ნარატიული წყაროების მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც თამარი დავით სოსლანზე 1199 წელს დაქორწინდა. ამ ფაქტის გათვალისწინებით წარწერის ქვედა ქრონოლოგიურ ზღვრად 1199 წელს დებს. რაც შეეხება წარწერის ზედა ქრონოლოგიურ ზღვარს, ამ შემთხვევაში მეცნიერი მხელობაში იღებს დავით სოსლანის გარდაცვალების თარიღს 1209 წელს და წარწერის ზედა ქრონოლოგიას 1209 წლით განსაზღვრავს. ამრიგად ექვთიმე თაყაიშვილი წარწერას 1199-1209 წლებით ათარიღებს. იგი წარწერის ქტიტორის სახელის თეოდორეს იოდოსის ძის ამოკითხვის შემდეგ გამოთქვავს ფრთხილ ვარაუდს. ამ სახელის ქვეშ ხომარ უნდა იგულისხმებოდეს თამარ მეფის დროს მოღვაწე კათოლიკოსი თეოდორე მეორე. რადგან მისივე აზრით ასეთი დიდი მასშტაბებისა და სილამაზის ტაძარს უბრალო მოქალაქე ვერ ააშენებდა. $1954 წელს ტაძარი და მისი სამხრეთი შესასვლელის თავზე ამოღარული წარწერა ხელოვნებად ვწოდნე ვახტანგ ცინცაძემ მოინახულა და გადავიღო შავთეთრი ფოტოები. მის დროს ტაძრის აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლები სრულად იყო შემონახული. თუ მხედველობაში არ მივიღებთ მასეთ გაჩენილ ბზარებს. ასევე ჯერ კიდევ კარგად იკითხებოდა სამხრეთ შესასვლელის თავზე ამოღარული წარწერა. მისი ფოტოები მოგვიანებით კერძოდ 1971 წელს რუსუდან მეფისაშვილმა დაურთო თავის ნაშრომს. კიდევ ერთხელ ბოლნისისა და დმანისის ძეგლების შესახებ. შემდგომი მეცნიერი, ვინც დაინტერესდა წარწერით, იყო გიორგი ოთხმეზური. თავის 2016 წლის ნაშრომში დმანისის ეპიგრაფიკული ძეგლები წარწერის 6 მესეულ წაკითხვას სრულად იზიარებს და შესაბამისად წარწერის 6 მესეული წაკითხვა აქვს მოცემული. გარდა ამისა, ისტორიკოსი წარწერის ქრონოლოგიასაც შეეხო.
მას ექვთიმესგან განსხვავებით წარწერაში მოხსენიებული ქტიტორის თეოდორეს გაიგივება თამარ მეფის დროს მოღვაწე კათოლიკოს პატრიარქ თეოდორე მეორესთან არ მიაჩნია მართებულად. მეცნიერმა წარწერის ქტიტორის მოხსენიების ფორმას მიაქცია ყურადღება, სადაც ტაძრის ქტიტორი თეოდორე წარწერაში ორჯერ არის მოხსენიებული როგორც მაშენებელი. ყოველივე ამის გათვალისწინებით ისტორიკოსი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გამორიცხულია, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი წოდების გარეშე მხოლოდ მამის სახელით იხსენიებდეს თავს. მეცნიერმა ყურადღება მიაქცია წარწერის ბოლო ფრაგმენტს. თამარისათვის ღმრთისა სწორისა შეიწირე. ამის პარალელურად ყურადღებას ამახვილებს ჭოჭიანის წარწერაზე, სადაც ერთიანი საქართველოს მეფე თამარი სწორედ ამავე ეპითეტით არის მოხსენიებული. ყოველივე ამის გათვალისწინებით მან წარწერის ბოლოს ნაწილის ექვთიმესეული წაკითხვის მართებულობა კიდევ უფრო მეტი არგუმენტით გაამაგრა. 1986 წელს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა მიაკვლია აფეთქების შედეგად დაკარგული წარწერის ქვას. ქვა ორად იყო გატეხილი. დიდი ზომის მარცხენა ნაწილი იქვე აღმოჩნდა, ხოლო მარჯვენა საკმაოდ მოშორებით ჩავარდნილიყო. რაც კიდევ ერთხელ ამყარებს ვარაუდს, რომ ტაძარი აფეთქებული იყო. მარცხენა ნაწილი იქვე დარჩა, ხოლო მარჯვენა პატარა ნაწილი სახელმწიფო მუზეუმში იქნა გადატანილი. წარწერის მარცხენა ნაწილი ახლაც ტაძრის სიახლოვეს დევს, აი ისიც. და სავალალო მდგომარეობაშია. ეს ფოტო 4 წლის წინ გადავიღე. ახლა კი წარწერა ასე გამოიყურება. სამწუხაროდ მდგომარეობა აშკარად გაუარესებულია. ის ღია ცის ქვეშ დევს, შესაბამისად მოქცეულია მუდმივი კლიმატური ზემოქმედების ქვეშ. აუცილებელია ამ წარწერის სასწრაფოდ მუზეუმში გადატანა, რომ არ დაიკარგოს ეს ქართული ეპიგრაფიკის გამორჩეული ნიმუში. მე ის გადამრჩენია, იმ იმედით დავემშვიდობა ამ ადგილს, რომ მომავალში ისეთივე ლამას ვიხილავ, როგორც თამარ მეფის დროს იყო. თქვენ კი დაგემშვიდობებით, ჩემო ძვირფასო მაყურებელო, მომავალ შეხვედრამდე.